მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენ იმყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ესეთ შეკითხვას: ტყუილი იყო თუ რეალობა? ხშირად, როდესაც ადამიანები ურთიერთობებს ასრულებენ, ყველაზე მტკივნეული კითხვა, რაც მათ გულში, ტვინში საერთოდ არსში იბადება, ხო, არის ზუსტად ტყუილი იყო, მე მეჩვენებოდა თუ რეალური იყო ის, რასაც გრძნობდით ერთმანეთის მიმართ, რასაც გრძნობდა პარტნიორი ჩემს მიმართ, რასაც მეუბნებოდა და ასე შემდეგ. ამიტომ მინდა რომ დღეს ეს საჯარო გაშლა გავაკეთო და ვნახოთ ტყუილი იყო თუ რეალობა ის, რაც იყო. ამიტომ ჩაიფიქრეთ თქვენთვის სასურველი ადამიანი, თქვენთვის სასურველი პიროვნება და ვნახოთ ტყუილი იყო თუ რეალობა. აშკარად ძალიან ღელავთ, იმიტომ რომ დასტაი არ მიმორჩილება ფაქტიურად. ნახოთ ტყუილი იყო თუ რეალობა. შეგახსენებთ, რომ არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, ვიდეოს დაკომენტარება და ასევე პირადი კონსულტაცია ვისაც გნებავთ, უნდა მომწეროთ WhatsApp-ზე ამავე დასახელების Facebook გვერდზე ამითითებული ტელეფონის ნომერი და YouTube გვერდზე. ნახოთ, ტყუილი იყო თუ რეალობა. ცხრიანი თასები, კვერთხების პაჟი, რვიანი თასები, შვიდიანი კვერთხები, ორიანი თასები, არკანი ვარსკვლავი. არკანი მაგი, ცხრიანი ხმლები და თასების მეფე. დასტის ბოლო შვიდიანი ხმლები, ჩამოკიდებული კაცი და არკანი სიკვდილი. კარგით, ჩემო ძვირფასებო, მოდი ვთქვათ ესე, რომ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ურთიერთობა შეიცავდა გარკვეული ტიპის დაბრკოლებებს და ძალიან არ მიყვარს ხოლმე, როდესაც გაშლაში ესეთი ტერმინებით ვსაუბრობ, მაგრამ აქ არის სიტუაცია, ალბათ ყველასთან არ იქნება, მაგრამ უმრავლესობასთან იქნება ესე, რომ თქვენს ურთიერთობაში ჩადგა ვიღაც, ვინც ეს ურთიერთობა დაასრულა. ანუ ეს არ არის ურთიერთობა, რომელიც თავისთავად დასრულდა და ასე შემდეგ. ეს არის ურთიერთობა, როდესაც ადამიანების ერთობა ვიღაცის სურვილიდან გამომდინარე შეწყდა და დასრულდა. ეს ესეა, აქვე მინდა ვთქვა ის, რომ ურთიერთობა ამ ეტაპზე არის ჯერ ერთი ეს ურთიერთობა სავარაუდოდ იქნებოდა მანძილზე და დისტანციაზე და გარდა იმისა, რაც წეღან თქვი, რომ ანუ ვიღაციდან გამომდინარე ეს დასრულდა, აქ ისედაც არსებობდა გარკვეული ტიპის წინაღობები და დაბრკოლებები თქვენ ორს შორის. ეს შეიძლება იყოს მანძილი, ეს შეიძლება იყოს რაღაცა, ანუ წინააღმდეგობა, ფიზიკური წინააღმდეგობა, ეს შეიძლება იყოს, რა ვიცი, რაღაცა
საზღვარი, რომლის საზღვარსაც ვერ გადადიხართ და ან თქვენზე არ არის დამოკიდებული ამ საზღვრის გადალახვა, გადმოლახვა და ასე შემდეგ. ანუ ეს ურთიერთობა თავის თავშივე დასაწყისშივე შეიცავდა ამ წინააღმდეგობას, რომ ეს ესე თავისუფლად ვერ განვითარდებოდა. მარტო თქვენზე არ იყო დამოკიდებული ეს ყველაფერი, ხო? რასაც ახლა ამ ეტაპზე მიჩვენებს, არის ის, რომ ერთ-ერთი მხარე ამ ურთიერთობაში ძალიან იტანჯება და მეორე მხარე ცდილობს შეინარჩუნოს აი რაღაცნაირი ემოციური ბალანსი. მე არ ვამბობ, რომ მეორე მხარეს არ აქვს ეს რაღაცნაირი ან ფიქრი ან ასე შემდეგ, თუმცა მეორე მხარემ ძალიან კარგად იცის ემოციების მართვა, რასაც ვერ ვიტყვით ერთ პირველ ადამიანზე, ხო? აქ ზოგადად წყვილი მოვიდა თასების მეფე და კვერთხების დედოფალი. ანუ ცეცხლოვანი ქალი და თასების მეფე. ორივე საკმაოდ ძლიერი ენერგეტიკული ღირებულების მქონე ადამიანი ხართ, ნამდვილად. საკმაოდ ისეთი ცეცხლოვანი ურთიერთობა შეიძლება ყოფილიყო თქვენს შორის, თუმცა აქ ქალბატონზე მესაუბრება, რომ თქვენთვის შეიძლება მამაკაცის მხარეს იდგა ოჯახი, არ ვიცი, მაგრამ თქვენთვის რაღაცა დაბრკოლება იყო, რომელსაც გვერდს ვერ უვლიდით. ქალბატონებზე მაქვს აქ საუბარი. ან რაღაცა დაბრკოლება, რომელსაც გვერდს ვერ უვლიდით, ვერ ხუჭავდით ამ ყველაფერზე თვალს და თითქოს ის ქმედება, რასაც ჩადიოდით, უსამართლოდ მიგაჩნდათ ნაწილობრივ, რაც იწვევდა თქვენში შინაგან ბრძოლებს. მაგრამ ამ ბრძოლასაც ვერ ემორჩილებოდით ბოლომდე, ანუ თითქოს იმხელა იყო ის ემოცია, რასაც გრძნობდით, ხო, რომ იცოდით, რომ შეცდომას უშვებდით, მაგრამ მაინც აკეთებდით. თითქოს აი ესეთი განცდა მოდის აი აქ. ქალბატონების მხარეს ტყუილი იყო თუ რეალობა? მაჩვენე. ის რაც იყო, ტყუილი იყო თუ რეალობა? პენტაკლების ტუზი, არკანი ძალა, ცხრიანი პენტაკლები. არკანი სულელი, ხუთიანი თასები და არკანი სამსჯავრო. ჩემო ძვირფასებო, არკანი სამყარო, არკანი იეროხონტი. იცით რა, აქ ტყუილი იყო თუ რეალობა? რეალობა იყო, მოდი ესე ვთქვათ, და ეს იყო ოღონდ რეალობა გრძნობებში არა. ეს იყო გამოცდა, მიწიერი, თქვენი გამოცდა. ეს იყო სამყაროსგან მოცემული, ასე რომ ვთქვათ, ცხოვრებისეული გაკვეთილი, იმიტომ რომ აქ სამსჯავროს არკანი მოვიდა, არკანი ძალა მოვიდა და არკანი სულელი ერთად. როდესაც ეს იყო რაღაცა თქვენი გამოფხიზლების, თქვენი გამოღვიძების და არკანი სამყაროა, ნახეთ, ბოლოს, დასტის ბოლოს. ანუ თქვენი გამოფხიზლების თვის იყო ეს ყველაფერი, იმისთვის, რომ დაგინახათ საკუთარი თავის სხვა თვალით, სხვა სიძლიერით შეგეფასებინათ და უფრო მეტად დაგეფასებინათ ის, რაც გაქვთ, ის უნარები, რასაც თქვენ ფლობთ, ხო, და არა ის, რასაც დაუშვათ სხვა ადამიანები გთავაზობენ. ხო, აი თითქოს რაღაცა თქვენს ენერგიაში არის ისეთი სიტუაცია, როდესაც აი ბევრ რაღაცა შეეძლო თქვენი ყურადღების მიპყრობა. რა ნაწილში ნახეთ, აი სხვების შეფასებები თქვენზე ძალიან დიდ გავლენას ახდენთ. ანუ სხვის თვალში უნდა ყოფილიყავით კარგი,
გოგო და კარგი ბიჭი, სხვის თვალში უნდა ყოფილიყავით კეთილი ადამიანი, სხვის თვალში უნდა ყოფილიყავით ღირსეული და სანამ ამ შეფასებას სხვა არ გეტყოდათ, რომ აი რა კარგი ხარ, რა ღირებული ხარ, რა ღირსეული ხარ, ხო? აი ამ ღირებულებას საკუთარ თავს ვერ ანიჭებდით. და ეს გაკვეთილი არის ზუსტად იმისთვის მოცემული. ეს არ არის სიყვარულობანას თამაში აქ. ეს არის ის თამაში, რა თამაშიც თქვენ ბევრჯერ დაიწყეთ და ვერასდროს ვერ გახვედით ბოლოში სამწუხაროდ. და ეხლა ამ გზით იმ ყველაზე სუსტ წერტილში დაგარტყათ, ასე რომ ვთქვათ, ამ გაკვეთილმა, როდესაც აი თვით შეფასებაზე გადავიდა უკვე ეს საკითხი და გადაეჯაჭვა აი ამ თემას, რომ ან დარჩებით ისევ იმ როლში, რასაც ქვია სხვის შეფასებაზე, განსჯაზე დამოკიდებული ადამიანის როლი, რომ აი კარგი გოგო ვარ თუ ბიძია და დეიდა ვიღაცებმა მითხრეს, ხო? და ცუდი გოგო ვარ თუ ისე ვიღაცა ბიძია და დეიდებმა მითხრეს, ხო? ამ დროს ჩემი აზრით შეიძლება სულ სხვა იყოს რეალობა. აი რეალურად ეს გამოცდა მოგივლინათ თქვენ სამყარო იმისათვის, რომ საკუთარი ღირებულებები უკეთ დაგეფასებინათ, საკუთარი თავი უკეთ გაგეცნოთ, საკუთარი სიძლიერე კიდე ერთხელ შეეხსენებინა სამყაროს თქვენთვის და საკუთარი ძალა, რა ძალასაც თქვენ ფლობთ. და ეს არ არის პატარა ძალა, იმიტომ რომ აქ ძალის არკანი მოვიდა პირდაპირ და ძალის არკანი პირდაპირ მეანიშნებს მენტალურ და ფიზიკურად ძლიერ ადამიანზე, რომელსაც გამძაფრებული აქვს სამართლიანობის განცდა. აქ წეგანმე თქვენ გითხარით, რომ ცეცხლოვანი დედოფლის ენერგია მოვიდა, კვერთხების დედოფლის ენერგია მოვიდა, არკან სამართლიანობასთან ერთად, ხო? აი თითქოს იცოდით, რომ რაღაცას არასწორად აკეთებდით, მაგრამ არაუშავს და აი რო არაუშავს, ხო, აი კიდე სადღაც რომ დათმეთ საკუთარი თავი, კიდე სადღაც რომ აი ესე ქათამომა თქვაო რა, ხარი დაკლეს მე მიმაკლეს, ღორი დაკლეს მე მიმაკლეს, ანუ ყველაფერი რაც დაკლეს მე მიმაკლეს. აი სადღაც აი ამ ქათამის ცუდად არ გამიგოთ, აი ამ როლში, აი სადაც რა დაკლეს, სადაც რა გააკეთეს, ყველგან თქვენ მიგაკლეს და აი აქაც ამ ურთიერთობაშიდაც დაუშვით ეს, რომ მსხვერპლის როლში ყოფილიყავით, რომ აი იყოს რა, აი ესეთი სიტუაციით დაუშვით თქვენი თავი ამ მდგომარეობაში. და სამყარომ გითხრათ, რომ ეს იყო შეცდომა და ეს უბრალოდ იმდენად მტკივნეულად განგაცდევინათ, რომ სხვა დროს ბევრად დაფიქრდებით, გინდათ თუ არა ისევ აი იმ ქათმის როლში ყოფნა ვიღაცას სადღაც რომ მიაკლავენ ყოველთვის. გაუცნობიერებლად საჭირო არის თუ არ არის. უბრალოდ იმიტომ რომ არის რა და ქათამია და რა ვიცი, შემწყარი ქათამი ყველას უყვარს, ხო? აი, ხვდებით რა დონეზე დააკნინეთ საკუთარი თავი, საკუთარი თავის მნიშვნელობა, საკუთარი თავის ძალა და აი ზუსტად ეს დაგანახათ სამყარომ, რომ გინდა რომ ესეთ როლში იყო, აი კი ბატონო, მაშინ ამ როლს ესეთი შედეგები მოყვება. მაგრამ თუ თქვენ საკუთარ ღირსებას, ღირებულებას დააყენებთ ბევრად უფრო მაღლა, თამასას უფრო მაღლა აწევთ, მაშინ უკაცრავად, მაშინ სულ სხვა რეალობის წინაშე დადგებით, ხო? მაშინ თქვენ პირველ რიგში გეცოდინებათ, რა შეგშვენით, რა გეკუთვნით და რა გინდათ. და ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა ცხოვრებისგან, ის ყოველთვის იმას იღებს, რაც ზუსტად იცის. მაგრამ აი თუ ყველაფერზე ხართ თანახმა, ხშირ შემთხვევაში ვერაფერს ვერ იღებთ. არა თუ ყველაფერს, არამედ ვერაფერს ვერ იღებთ, იმიტომ რომ თქვენ არა გაქვთ გამოკვეთილი თქვენი ძირითადი ჩარჩოები, თქვენი ძირითადი მიზნები. და სანამ ამ ძირითად მიზნებს არ გამოკვეთავთ, სანამ ამ ძირითად მიზნებს არ დაიდენტიფიცირებთ, ხო? ყოველთვის აი ქათმის როლში იქნებით მართლა, რასაც ყველას და ყველაფერს მიაკლავენ, იმიტომ რომ ნუ როგორც წაღავ თქვი ქათამია რა. ხო? ნახოთ, კიდე ერთი შეკითხვა მინდა დაუსვა. რა გაკვეთილი იყო ეს თქვენთვის? მე კი აგიხსენით ეს, მაგრამ მე მინდა რომ კიდე ერთხელ პასუხი მივიღო სამყაროსგან, რა გაკვეთილი იყო ეს თქვენთვის? რვიანი კვერთხები, ორიანი თასები,
და არკანი ზომიერება. ეს იყო გაკვეთილი. რა მინდა? რა სურვილებს ვაგზავნი სამყაროში? გიფიქრიათ, ოდესმე რაზე ფიქრობთ საერთოდ დღის განმავლობაში? აი მაშინაც კი როცა არაფერზე არ ფიქრობთ? აი მაშინაც კი როცა არაფერზე არ ფიქრობთ, ის ფიქრები ესე უკან ფონად იწერება თქვენს არაცნობიერში და აი ამ სურვილებს ვიბრირებთ თქვენს სამყაროში. ამიტომ დაუკვირდით, რა სურვილებს აგზავნით თქვენს სამყაროში. ეს იყო ამ გაკვეთილის მიზანი. რაზე ფიქრობთ, რაზე ფოკუსირდებით, რაზე ხარჯავთ თქვენს ენერგიას, ხო? ამ დროს თქვენ გაქვთ ძალიან დიდი მფარველობა, ძალიან დიდი წყალობა და დიდი უნარები გაგაჩნიათ ამ დროს. და აი ამ უნარებს როცა არ გამოიყენებ ადამიანი, ამ უნარებს როცა არ დააფასებ, ამ ღირებულებას, რომელიც თქვენშია, უარყოფ ფაქტობრივად, ხო? იმიტომ რომ აი როგორც წერამთ, ყველაფერზე რო თანხმდები, ხო, ადამიანი, მაშინ იღებ ამისანაცოდ არაფერს, იმიტომ რომ ფრაზაც არსებობს, ყველაფერი და არაფერი, ხო? ესე ძმები არიან. ესე ყველაფერი არ არსებობს ცხოვრებაში. ხო? და თუ ვიღაცას ყველაფერი აქვს თქვენი გადმოსახედიდან, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ესეა. ანუ იმ ვიღაცამ თუნდაც თქვენი გადმოსახედიდან, რომელსაც ყველაფერი აქვს, იმან დაიმსახურა, იმან იბრძოლა. თქვენი გასარჩევი არ არის ის სწორად იბრძვის თუ არა სწორად, იმას ფოკუსი აქვს. თქვენ ეს ფოკუსი არ გქონდათ, თქვენ თანახმა იყავით ნებისმიერ რაღაცაზე, რაზეც დათანხმდით, ის მიიღეთ. ეს არის გაკვეთილი სამყაროსგან, აი ამ კონკრეტული ქმედებით, ტყუილი იყო თუ სიმართლე, აი იმ კონკრეტული გაკვეთილით, რაც ჩაიფიქრეთ, რომ გესწავლათ თქვენი ფიქრების მართვა, გესწავლათ თქვენ ფიქრებთან მუშაობა, გესწავლათ თქვენს თავზე პასუხისმგებლობის აღება შეიძლება ითქვას, ხო? თქვენს ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება და შესაბამისად იმ მიზნების დასახვა, რომელი მიზნებიც ემსახურება თქვენი საუკეთესო რეალობის შექმნასა და ფორმირებას. აი ესეთი იყო დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლა. მე იმედი მაქვს, რომ მიიღეთ პასუხი თქვენთვის საინტერესო შეკითხვაზე, ჩემთვის ფასებო. კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, რომ არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დაკომენტარება, არხის გამოწერა, გაზიარება. ძალიან დამეხმარებით, ძალიან მეხმარებით მოტივაციის შექმნაში, როდესაც ამას აკეთებთ. მეც, რა თქმა უნდა, ხედავთ ყველა თქვენგანი და უამრავ შეტყობინებას ვიღებ პირად შეტყობინებაში მადლიერებისას, რომ აი როგორ იხარჯები და ასე შემდეგ. მე რასაც ვაკეთებ ადამიანებო, მე ვარ ისეთი პიროვნება, რასაც ხელს ვკიდებ, ვაკეთებ ბოლომდე. მაგრამ თუ ამას არ აქვს უკავშირი, თუ ამას არ აქვს მადლიერება, მე ყველაფერზე არ ვთანხმდები ამ ცხოვრებაში. მე ესეთი ადამიანი ვარ, მე ჩემი ფოკუსი მაქვს. ამიტომ გთხოვთ, თუ გინდათ რომ იყოთ ჩემს სივრცეში, ძალიან გთხოვთ გაიღეთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა ამისათვის, იმიტომ რომ სამყაროში ყველაფერი არის ორმხრივი და ადრე თუ გვიან, როდესაც არ არის ადამიანი მადლიერი იმისთვის, რასაც იღებს, იმისთვის, რაც აქვს, იმისთვის, რასაც სამყაროს თავაზობს, მაშინ ადამიანი ვარდება ზუსტად აი ქათმის როლში, როდესაც ყველგან მიაკლავენ, ყველგან გამოიყენებენ. და სამყაროში ბალანსი პირდაპირ მნიშვნელობით არ დგება ჩემოძვირ ფონზე, ამას მოგცემ და ამას მომცემ. ესე არ ხდება. პირიქით, როდესაც სამყარო ამას გაძლევს, სანაცვლოდ რაღაცას გთხოვს და ეს სულ არის პირდაპირ პროპორციული, ელემენტარული თუნდაც ლაიქის დასმა შეიძლება იყოს იმის პროპორციული რა ინფორმაციასაც თქვენ ჩემგან იღებთ. ეს არავინ არ იცის, მაგრამ გააკეთეთ ეს იმისათვის, რომ სხვაგან, სხვა ადგილას არ მოგეთხოვოთ, არ მოგიწიოთ გადახდა, ასე რომ ვთქვათ. ეს ისევ თქვენთვის არის პირველ რიგში და სულ ამას გიხსნით. არანაირად არ იფიქროთ, რომ ან მანიპულირებთ თქვენი ემოციებით, ან გააშინებთ, ან ასე შემდეგ. უბრალოდ გიხსნით სამყაროს მუშაობის პრინციპს. ზოგი გაიგებს, ზოგი ვერ გაიგებს. აი ეს მინდოდა რომ მეთქვა, მადლობა რომ ხართ ჩემი ერთგული გამომწერები, მადლობა რომ ხართ ჩემთან ერთად,
მაგრამ რა გამომწერების რაოდენობაც მე მყავს, მინიმუმ 3 იმდენი უნდა მყავდეს იმ მსმენელების მიხედვით, ვინც მისმენთ. ამიტომ დაფიქრდით ჩუმად, რომ ისმენთ რაღაცეებს. ეს თქვენთვის არის პირველ რიგში მინუსი, ჩემო ძვირფასებო. ასე და ამრიგად. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ერთგულებისთვის, მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. შევხვდებით მალე, დროებით.